მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება მორიგი ვიდეო მიმოხილვა ჩემი ახალი მიკროფონის, რომელსაც ქვია Maono PD200W. ეს მოდელი არის საშუალო ბიუჯეტური კლასის, რაც ითვლება ზოგადად გამომდგება როგორც პოდკასტებისთვის, ასევე გახმოვანებისთვის და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ოპერაციის შესასრულებლად, რაც ეხება ხმას. დავიწყოთ დათვალიერება გარეგანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრემიუმ კლასის ბრენდი არ არის, საშუალო კლასის ბრენდი გახლავთ, თუმცა ამ საფასო სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო არის და შეფუთვაზეც ეთყობა, რომ ძალიან დახვეწილი და ძალიან ლამაზად არის გაკეთებული. Maono-ზე ორი სიტყვით გეტყვით, Maono არის ჩინური ბრენდი, რომელიც უკვე წლებია აწარმოებს აუდიო აპარატურას და მიკროფონებში Maono არის ერთ-ერთი საუკეთესო. ნუ ყოველ შემთხვევაში პოდკასტების მიკროფონებისთვის ეს კონკრეტული მოდელი არის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო და რაც მთავარი არის wireless დინამიკური მიკროფონი. და ზოგადად ამ კონკრეტულ მოდელს აქვს ყველა ის მახასიათებელი, რომელიც პრემიუმ ხაზში Rhodes, Shure და კიდე სხვა ბრენდს აქვს. ნამდვილად კარგი შეფასებები აქვს, ძალიან ბევრი წამყვანი ცნობილი გამოცემა ამბობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მიკროფონია ბაზარზე საშუალო ბიუჯეტურში და არა პრემიუმ ხაზში. პრემიუმები მოგესალმებათ მიკროფონები ძალიან ძვირიღირ $300-დან ზევით ადის ფასი. აქვს რა თქმა უნდა ასევე XLR თემა, აქვს ასევე wireless connection-ი, აქვს ასევე USB დაკავშირებაც, ასე რომ მოკლედ მულტიფუნქციურიან აბსოლუტურად. აქ გვეუბნებიან, რომ გვაქვს RGB განათება და ვნახავთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა და აქვე გვეუბნებიან, რომ ასევე Maono-ს ლინკი. ქვედა მხარე მხოლოდ ეს აწერია, გვერდით ამ მხარესაც, ზოგადი ინფორმაცია. აქ აწერია ქვედა მხარეს, რომ 60 მეტრზე მუშაობს wireless-ი, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, გვაქვს one touch mode-ი, სმენადობის მონიტორინგი რეალურ დროში, ეს ძალიან მაგარი ფუნქცია არის. აკავშირება smartphone-ებთან 3.5 მმ-იანი ჯეკიც უერთდება. Smart control-ის გვაქვს, შეგვიძლია ყურსასმინი და მიკროფონი ერთმანეთთან კარგად ვამუშაოთ და ჩვენი ხმაც მოვისმინოთ იდეალურად. რა თქმა უნდა, თავის პროგრამული უზრუნველყოფა მოყვება, არის shock mount included. რაც შეეხება სულ დაბლა მხარეს, აი ესე გამოიყურება, სადაც აღწერა მიკროფონის ტექნიკური მონაცემები აქვს. ვიყიდეთ eBay-ზე, საკმაოდ იაფად, სხვათა შორის. თუმცა ამ ხელა არ უნდა იყოს ზოგადად. უბრალოდ ამას მოყვა ეს შტატივი დასადგამი. გავხსენით ყუთი და პირველი რაც შეგხვდებათ, ეს არის ინსტრუქციები. ეს არის wireless დასაკავშირებელი USB-C receiver-ი. აი ეს კი გახლავთ უკვე სტენდი, რაზეც დავაყენებთ და აი ჩვენი მიკროფონიც. ნახეთ როგორ გამოიყურება. და ძალიან ლამაზია. სტუდიურ მიკროფონს გავს, უკრიდან აქვს XLR-ი, ეს USB-C პორტის შესაერთებელი, ყურსასმინების და ჩასართავ გამოსართავი. წინდა ნახეთ, ძალიან ლამაზია. ეს არის ფილტრი, pop ფილტრი, USB შესაერთებელი. ეს გადამყვანები ადაპტერები Type-C და USB-ს ის კარგია. უკვე მთავარი სადგამი. აი ესეთი საკმაოდ ბძიმია, მინდა გითხრათ. სერიოზული ხარისხია. დავდით ავაწყეთ და თან გავტესტოთ. და აი ესე გამოიყურება. დავაკავშირე USB-C კაბელით. ხო, 60 საათი ძლებს ამის ბატარეია მიკროფონის. ნარჩენს ახლა უკვე წავედით უშუალოდ ტესტზე. მოკლედ დავაინსტალირეთ ეს მიკროფონი და ახლა მივყვეთ ნაბიჯ თემას. პირველი ის, რომ აი ესეთი პროგრამა ყენდება, რომელსაც ქვია Maono Link. აქედან ხდება მოდერნიზაცია და კონფიგურაცია. ეს RGB განათება, მეპირდად ძალიან მომწონს. ამ პროგრამის დახმარებით თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააკონფიგუროთ თქვენი მიკროფონი და ასევე შეამოწმოთ მისი მდგომარეობა. როდესაც ყუთიდან ამოდის, მინდა გითხრათ ერთი ნიუანსი, რომ მე თქვენ თუ იყიდით ამას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ, რომ უკანა მხრიდან აქვს ჩასართავი, ორი წამინდა დააწვე ღილაკს და აუცილებლად უნდა მისცე unmute, ანუ ყველა ვარიანტში ეს იქნება mute რეჟიმზე და გაუკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაერთვება მიკროფონი და შეიძლება იფიქროთ, რომ ვაიმე რა ჭირს ამ მიკროფონს არ მუშაობს და ასე შემდეგ. ეს ასე არ ცოტა თავისებური ტექნიკა აქვს. აქ რასაც ხედავთ, რა თქმა უნდა, device-ის დასახელება არის, აქ ხმის კონტროლი შეიძლება, რამდენად მაღალია თუ დაბალი. აქედან ხდება ჩაწერა ხმისვე, რომ თქვენივე გაასწოროთ. აქ არის 3 mode-ი. ეს არის basic-ის. ხო, აქ არის noise cancellation-ი, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ რომ
ჩაურთოთ და ვთქვათ მისცეთ აგრესიული დახშვა ხმის, ასევე არის moderate, ასევე არის silent. ანუ ეს იმ შემთხვევაში თუ ხპაურიან გარემოში გიწევთ რა თქმა უნდა. აქვე არის output-ი, მონიტორი, ამ შემთხვევაში არის მიკროფონისთან შეგიძლიათ ხმის output-ი გააკეთოთ, ამ შემთხვევაში ჩემი არის კომპიუტერი. ბუნებრივია. აქ გვაქვს მეორე, ეს არის სცენები, ეს ორიგინალი, რომელიც ავტომატურად აყენია. აქ არის პოდკასტის თემა, სადაც და მარტივად რო დააყენებთ, დააკონფიგურირებს და ავტომატურად დაგეყენებთ აი ამას. აქვე გვაქვს გეიმინგი და ავტომატურად აქაც დააყენებს equalizers და ასევე გვაქვს სიმღერა. თუ თქვენ აპირებთ რომ სიმღერები ჩაწეროთ და ეს მიკროფონი გამოდგება ამისთვისაც, რა თქმა უნდა, თქვენ აქ შეგიძლიათ ავტომატურად დაგეყენებთ equalizers და რა თქმა უნდა, აქედან თქვენ შეგიძლიათ დონეების რეგულირებაც აი აქედან. მე ამ შემთხვევაში ორიგინალი თუ არის პირდაპირ არის, არაფერი განსხვავებული, პოდკასტის რეჟიმს თუ ავიღებთ, ამ შემთხვევაში პოდკასტის რეჟიმზე დააყენებთ. ეს ჩაშენებულია, მაგრამ თუ თქვენ გინდათ კასტომიზაცია, მისცემთ news, დააწერთ სახელს, მისცემთ confirms და მერე თქვენ საჭირო, ესე ვთქვათ, equalizers პარამეტრებს თქვენვე გაწერთ. ამას შეგიძლიათ დაიხმაროთ ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ძალიან კარგად დაგეხმარებათ. შემდეგი არის light-ი. თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ თქვენი მიკროფონის განათების დონე, ხარისხი და ასე შემდეგ. loop-ი არის აი ესეთი RGB განათება, რასაც ახლა უყურებთ. bright-ი არის თქვენ თონში არჩევთ ფერებს და fixed-ი უბრალოდ ერთს დააყენებთ, ერთ-ერთ ფერს აირჩევთ რომელიმეს და რა თქმა უნდა ეგ ექნებათ. მე ამ შემთხვევაში looping-ი მირჩევია, იმიტომ რომ RGB განათებაა და ძალიან უხდება ამას. ნუ აქედან ეს საერთოდ შეგიძლიათ ჩართოთ RGB განათება და ნუ შეგიძლიათ საერთოდ გამორთოთ. ეხლა გადავიდეთ აი აქ, გვაქვს AI setting-ი, მოგესალმებათ რომ აქ ჩვენ გვაქვს ორი ფუნქცია, მიკროფონის რო შეაერთებთ, აი აქ გამოიტანს ორ განყოფილებას. პირველი ეს არის მაუნო AI მიკროფონი და აქვე არის სტანდარტული USB. განსხვავება რაშია? აქედან ხმა, ანუ echo-იანი ხმა არის და შესაბამისად მაინდა-მაინც კარგი არ გამოდის. ყველა ვარიანტში უნდა იყოს USB-ით დაკავშირებული და ეს უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვათ wireless-ზე მოგიწევთ მუშაობა. PeerSelf-ი არის ძალიან კარგი რაღაცა, შეგიძლიათ თქვენ ხმას მოусმინოთ, მაგალითად ჩართოთ და ყურსასმენებში მიიღოთ, როცა ამოუცა ერჩევთ, ანუ თქვენ ახლა რასაც ლაპარაკობთ, შეიძლება პირდაპირ ჩაწერაზე გქონდეთ, მაგრამ როდესაც PeerSelf-ს გააკეთებთ, ეს დაგეხმარებათ, რომ არეგულიროთ თქვენი ხმის ტემბრი, ტონი და ასე შემდეგ. აი აქ გიჩვენებთ 83% ბატარეთან იტენება. აქედან ხდება update-ი პროგრამის, ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის. აქ მაუნოს შესახებ და help-ი, აქ setting-ები გვაქვს, სადაც შეგვიძლია, ანუ ეს დავაკონფიგურიროთ ეს თემა. შეგვიძლია გავთიშოთ საერთოდ ეს mode და შეგვიძლია ჩავრთოთ. პროგრამა მარტივია, ძალიან. კიდე ერთი ნიუანსი, აქ პოდკასტს ორი რეჟიმი აქვს. Gaming-ში აქაც ორი mode გვაქვს და sync-ში ჩვენ გვაქვს აქ pop-ი და folk-ის mode-ები, ესე რომ ძალიან საინტერესოა. ნუ ეხლა მე პოდკასტზე გადავალ, დავაყენებ პირველს. თქვენ შეგიძლიათ რომ საკუთარი ასე ვთქვათ კონფიგურაციები შეიტანოთ, import-ს დააწვევით ფაილის სახით, რომელიც შეგიძლიათ დააგენერირებინოთ ხელოვნურ ინტელექტს და თქვენი equalizer-ის პარამეტრები შეიტანოთ. მოკლედ ძალიან მულტიფუნქციურია, ძალიან ბევრი კარგი ნიუანსი აქვს. ინტერფეისი ძალიან მომწონს, მარტივია, გასაგებია. მოდი გავტესტოთ ხმის თემა, როგორ ჩაიწერს ხმას, მერე მოусმინოთ, რა თქმა უნდა, უკვე იწერება პრინციპში და მოდი ჩვენ მაინც Audacity-ზე გადავიტანოთ. შევამოწმოთ, რომ ეს playback device-ი ყურსასმენი, recording device-ი USB, რა თქმა უნდა, აი აქაც როცა ჩაწერას მისცემთ, გაითვალისწინეთ, რომ აი აქ არის მიკროფონი ორი არის და AI არ მისცეთ. ნუ მე ეს მაშინ უნდა გადავართოთ აქედან, setting-ებიდან, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში USB ჯობია, უბრალოდ სუფთა ხმა გამოდის. მოდება დავიწყოთ ჩაწერა. დაასუფთა ხმა არის. ეხლა ჩემი ხმა პირდაპირ იწერება recording-ის პროგრამაში, ანუ არ ვწერ მე Audacity-ით, თუმცა მე გირჩევთ ესეთ რაღაცას, როცა ვიდეოს გააკეთებთ, შემრჩევა იქნება აუცილებლად ხმა დამოუკიდებლად ჩაწერეთ, რომ მე ბევრად უფრო სუფთა მიიღოთ. მოდი ეხლა შევადაროთ სხვადასხვა mode-ებზე, როგორ მუშაობს. ავაყენებ მე ეხლა ორიგინალზე და
ჩავწეროთ რამე ესეთი ტექსტი. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც შევიძინე eBay-ზე სულ რაღაც $55, თუმცა ტრანსპორტირებინე დაგვიждდა $69. ჩამოვიდა საქართველოში დაახლოებით 14 დღეში და ახლა მიმდინარეობს მისი გატესტვა. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც შევიძინე eBay-ზე სულ რაღაც $55, თუმცა ტრანსპორტირებინე დაგვიждდა $69. ჩამოვიდა საქართველოში დაახლოებით 14 დღეში და ახლა მიმდინარეობს მისი გატესტვა. ორიგინალზე ძალიან კარგი არის, სხვათა შორის. გადავდეთ პოდკასტზე, პირველი და მერე მეორეც გავტესტოთ. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც შევიძინე eBay-ზე $55, ჯამში ტრანსპორტირებინე დაგვიждდა $69, საქართველოს ჩამოვიდა დაახლოებით 14 დღეში და ახლა მიმდინარეობს გატესტვა. იგრძნობა სხვაობა. ანუ ნახეთ როგორ დაარბილა ხმა პოდკასტის რეჟიმა. მოდი მეორე გავტესტოთ ახლა. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც eBay-ზე შევიძინეთ $55, ტრანსპორტირების ჩათვლით დაგვიждდა $69. საქართველოს ჩამოვიდა დაახლოებით 14 დღეში და ახლა მიმდინარეობს მისი გატესტვა. პირველი ვერსია პოდკასტის ჯობდა. რაღაც თითქოს ექოს ელემენტებიც მოდის. გადავდეთ გეიმინგზე. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც eBay-ზე შევიძინე $55, ტრანსპორტირების ჩათვლით დაგვიждდა $69, საქართველოს ჩამოვიდა დაახლოებით 14 დღეში და ახლა მიმდინარეობს მისი გატესტვა. ნახეთ, თითქოს აი სირბილე ხმის და ტონები არ აქვს, რაც პოდკასტის პირველმა მოუდმა მოგცა. მოდი მეორე მოუცაც მოვუსმინოთ. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც eBay-ზე შევიძინე $55, ტრანსპორტირების ჩათვლით დაგვიждდა $69, საქართველოს ჩამოვიდა დაახლოებით 14 დღეში და ახლა მიმდინარეობს მისი გატესტვა. მეორემ აქ უკვე ნამდვილად კარგი შედეგი მოგცა. პირველს ჯობია, ანუ ამ პოდკასტის პირველი მოუდი, ან გეიმის მეორე. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც eBay-ზე შევიძინე $55, ტრანსპორტირების ჩათვლით დაგვიждდა $69. სარიელი ექოა, ანუ ალბათ მოდი მაინც ვნახოთ როგორ იქნება ფოლკი. ეს არის მაუნოს ახალი მიკროფონი, რომელიც შევიძინეთ eBay-ზე $55, ტრანსპორტირების ჩათვლით დაგვიждდა $69. ხო, ანუ აქაც ექოა, ოღონდ იმხელა არ არა, მხელაც ქონდა პოპს. პოდკასტის პირველი მოუდი ჯობია უფრო ესეთი სუყე მეჩვენებ. დავტოვებ პოდკასტის პირველ რეჟიმზე. ჯამში დაგვიждდა, როგორც ხედავთ, $69. ზოგადად ეს მიკროფონი პოზიციონირდება როგორც პოდკასტერი მიკროფონი პოდკასტებისთვის. ეს იყო მოკლე მიმოხილვა, უფრო გამოჩნდება პრაქტიკაში, რამდენად კარგია, არ არის კარგი და ასე შემდეგ. თუმცა ნამდვილად არ ველოდი ხა იმას, რომ ცუდი იქნებოდა, ზოგადად მაუნო ასეთი ბრენდი არ არის, რომ ცუდი გააკეთონ რამე, კარგ ხარისხიან მიკროფონებს აკეთებენ. რაც ყველაზე მთავარია, ამ მიკროფონს აქვს DSP, ანუ პირდაპირ ხმის ჩაწერის ფუნქცია. მას აქვს უნარი, გარეხმაური არ ჩაიწეროს, ეს არის ძალიან მაგარი, რის გამოც შევცვალე Blue Yeti Nano მიკროფონის გამოყენება თავისუფლად შეიძლება გარე სივრცეშიც, იმიტომ რომ wireless-ია. ფასი ხარისხთან მიმართებაში არის იდეალური, არის RGB განათებით, ძალიან კარგია, გამოადგება პოდკასტერებსაც, gaming სექტორსაც და ასე შემდეგ. მომწონს ის, რომ არის wireless-ი, მომწონს ის, რომ კონფიგურირება შეიძლება მარტივად, როგორც USB-C-ზე მუშაობს, ასევე სტანდარტულ USB-ზე მუშაობს, ან ფაქტურად თქვენ არ შეგექმნებათ პარტნერ პლატფორმაზე მუშაობის პრობლემა. ყველაზე კარგი ხმა აუდიო მაიკაც გამოდის XLR-დან, მერე მოდის USB-C-დან. ასე რომ მე მაინც გამოვიყენებ USB-C-დან, იმიტომ რომ ეს ლეპტოპზე სამუშაოდ მჭირდება. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.